დამთავრდა ეშან. ყველაფერი დამთავრდა. რამიზე? გავიმარჯვე. ეს უნდა აღვნიშნოთ. 30 წელი ეშან. 30 წელი. იცი საკუთარ თავს ყოველ ღამე რას მომტკიცებდი? საკუთარ თავს ვეუბნებოდი გაუძელი მეთქი. ეს არავისთვის არ მეთქვამს. საკუთარ თავს ვეუბნებოდი გაუძელი მეთქი. მეგონა რომ ვერ გაუძლებდი. ყოველ ღამე მეგონა რომ ხელს ჩავიქნებდი. ეს უნდა აღვნიშნოთ. შენ მე იღბალი და წარმატება მომიტანე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გამოვიდა. თავს ვიმხნევებდი, რომ ჩემი სისუსტე არავის დაენახა. განსაკუთრებით კი იმას. მეგონა როგორც კი მკაცრის სახით შემომხედავდა, ვერ გაუძლებდი და გავიქცეოდი. ნეტა ვიცოდე, მთელია 30 წლის განმავლობაში შიშით როგორ განკალებდი, პატარა ბიჭივით. 30 წელი, მაგრამ მე გაუძელი. ამ 30 წლის განმავლობაში თვალთ მახსოვდი. 30 წელი სუნთქვას ვიკავებდი. ეს 30 წელი სულ მეშინოდა. ახლა მას შენ გეუბნები ეიშან, ხოლო შენ, მე კენან ბირკანი ვარ. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. მთელი ქვეყანა მე მეკუთვნის, მე კი ამ 30 წლის განმავლობაში თვალის დახუჭვის მეშინოდა. ყოველ ღამე ვფიქრობდი საკმარისი ეთვალები დავხუჭო და მაშინ ვერ რამის დავინახავ მეთქი. ახლა კი მშვიდად დაძინება შევძრა. ახლა საშიში უკვე აღარაფერია. არაფერია, მართალია. აღარ უნდა მეშინოდეს. როგორც კი დავწვევი, მაშინვე თვალებს დავხუჭავ და მშვიდად დამეძინება. რამის აღარასოდეს ვნახავ. ძია მე მოვკალე. ეშან. რამიზი მოვკალე. ძმა რამიზი მოვკალე. ძმა რამიზი მოვკალე. ძმა რამიზი მოვკალე. ეს არავინ არ უნდა გაიგოს, ალი. ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ. გასაგებია. ჩვენ აქ არ ყოფილვართ. ეს საფლავის სიაში არ იქნება შეტანილი. უსახელო საფლავად დარჩება. კარგი ძმაო. დანარჩენს მე მივხედავ. თქვენ გიწადით. ზია. როგორც გინდოდა ისე გავაკეთე. ხომ მეუბნებოდი? სელმას გვერდით დამასაფლავეო. შენ აქ ხარ ძია. ახლა მის გვერდით განისვენებ. ნუ რაფერზე ნოიდარდებ. მე ყველას მივხედავ. ახლა ყველაფერს მე მოვული ძია. შენ ხომ ყველაფერი მასწავლე. თანაც კარგად. იმედს აღარ გაგიცრუებ. პირდები. ახლა ყველაფერს მე მივხედავ. ყველზე შურს ვიძიებ. არ ინერვიულო. ჩემი იმედი გქონდეს. შურს ვიძიებ, აუცილებლად.
ვერავინ ვერ შემაჩერებს. ვერავინ. ხელს ვერ შემიშლია. მან ყველა წამართვა, ვინც მიყვარდა. კამილი, ბაჰარი, ზმა. მან მერტი წამართვა ზია. ახლა კი შენ. შენი თავი წამართვა ზია. შენი თავი ზია. მითხარი, რას არ მოადგენს ეზელი უშენოდ? ნუ თუ ეზელს შეუძლია უშენოდ სიცოცხლე. შენ არ უნდა მომკვდარიყავე. არ უნდა დაგეტოვებინე. შენი თავი წამართვა ძია. ალბათ გავგიჟდები. ეს სამყარო უნდა გავანადგურო. მან შენი თავი წამართვა ძია. მარტო დავრჩი. მარტო დავრჩი. მეშინია. ძია. მეშინია. დაკეტილია ძალიან გთხოვთ, ნუ ასიგნალებთ. ბატონებო, გთხოვთ, ნუ ასიგნალებთ. არის. არის. მართლა მოკვდა. თემუზი სადაც მისკდება თავი. თემუზის მკვდარია, მკვდარი. რას გეუბნებოდი? ყველასთვის ასე ჯობია. ხო მართალი ვარ. ეს ჯერ არავინ არ იცის. ახლა ყველაფერს გავიგებთ. იცოდეთ, ის ახლა ცუდ ხასიათზე იქნება, ალბათ შოქშია. თავი უნდა შეიკავოთ, ჩემსავით ნუ გაიღიმებთ. უფრო სერიოზულები იყავით. თანაგრძნობა უნდა გამოვხატოთ, ბატონებო. ჯენგის. ბატონო კენან. შენ ამბიციური. ძლიერი. უშიშარი ადამიანი ხარ. მაგრამ ჩვენს საქმეში გვჭირდები. ჩვენ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა. მადლობა შენ უნდა გითხრა, რომ ჩემი პოტენციალი შენიშნა. გაია. ჯენგიზმა მითხრა, რომ ამ საქმეში შენც გვეხმარებოდი. ო, როგორც შემეძლო. მინდა რომ ჩვენთან იმუშაო. ამის სურვილი მეც მაქვს.
Ben de istiyorum. მაპატიეთ. ყველაფერი დამთავრდა. კეთილი იყოს ოჯახში დაბრუნება. დღეს დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც შენს ჩვენთან დაბრუნებას აღნიშნავთ. დიდი მადლობა, მადლობა ჯენგიზ გადაუხადე. შენ მას ახალ თანამდებობაზე სჭირდები. ეგრეს ნიშნავს. ჯენგიზ ათაი ბირქანის ჰოლდინგის ახალი მმართველი გახდება. შენ კი მისი მარჯვენა ხელი იქნები. რა თქმა უნდა, თუ დირექტორთა საბჭო დაამტკიცებს, ჩემი აზრით კი ნამდვილად ასე იქნება. ერთად კარგად ვიმუშავებთ, კაია. უნდა რვივლობ, კარგი უფროსი ვიქნები. თემუს, შენ კი საჩუქარი გამოგიგზავნე. ვნახოთ, როგორ მოგეწონება. ნახოთ. მინდა ჩვენი თანამშრომლობა უფრო გავაღრმავოთ, თემუს. რას გულისხმობთ? მინდა რომ კაფეში შევხვდეთ ერთმანეთს და თანამშრომლობის საკითხები გავარკვიოთ. როგორ გითხრა, მინდა ისეთი რამე შემოგთავაზო, რომელიც რეპუტაციას არ შეგილახავს და შენი ტალანტის უკეთ გამოვლენაში დაგვეხმარება. ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? თემუს, მე კენან ბირკანი ვარ. ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. გააჩერე. ჯენგიზ, შეხვედრა უნდა მოამზადო. ომი უკვე დასრულდა. ალიმ და ეზელმა ეს უნდა შეიგნონ. შევეცდები. ჯენგიზ, დირექტორთა საბჭო მომავალ კვირაშია. თუ ჩემი მოადგილეობა გინდა, კი არ უნდა შეეცადო, არამედ უნდა იმოქმედო. ომი დამთავრდა. ალი და ეზელი ამას შეიგნებენ. კარგი, წავედით. რა მოხდა შვილო? ომერ, დედა, თუ შეიძლება მაწვნის წვნიანი მომივზადე, ისეთი როგორცაც ბავშვობაში მიკეთებდი. მიდი უთხარი რომ გადაიფიქრე. რა? იცოდე, მე არ დამეჯერებს და გამიბრაზდება. უთხარი რომ გადაიფიქრე და აღარ გშია. რატომ, მამა, რა მოხდა? დედა მერტის სიკვდილის შემდეგ სამზარეულოში აღარ შედის. ვერაფერს ვეღარ აკეთებს. ყველაფერი ერთმანეთში ერევა. მერე კი ბრაზდება, რომ არაფერი გამოსდის. მე რატომ არაფერი მითხარი? კი, მაგრამ კერძებს ვინ გიმზადებთ? რა სჭამთ? როგორღაც ვცდილობთ, შვილო. მიდი და უთხარი, თორემ ისევ გაბრაზდება. დედა, გადავიფიქრე, აღარ მინდა წვნიანი. შენ ხომ მშიერი ხარ, შვილო? არა, კაფეში ვჭამე. არც ისე მშიერი ვარ. წავიდეთ. კარგი, მაშინ მამამ ჩვენი სახელოსნოდან ხორციანი ღვეზელები წამოიღოს. იქ ძალიან გემრიელ ღვეზელებს აწყობენ. ჩვენს სახელოსნოში? ეს როგორ? დედა, მამა შენ მან გაყიდა იქ, ახლა საცხობია.
სახელოსნო გაყიდა? მე რატომ არაფერი ვიცი? მამა, მოიცადე შვილო, მოიცადე. ფული აღარ გქონდათ? დედა, ნუ თუ სახელოსნო უფულობის გამო გაყიდეთ. არა, ფული არაფერ შუაშია. აბა რა ხდება დედა? მამა შენს მუშაობა აღარ შეუძლია. სახლში სულ ჭრილობებით ბრუნდებოდა ხელები უკან კალებდა. სახელოსნოს გაყიდვა მე ვაიწულე. კი, მაგრამ რატომ არაფერი მითხარი? მე რატომ არ ვიცოდი ეს? როგორ გითხრა? შენ ყოველთვის ბევრი საქმე გქონდა. მოგეშინია. თავს როგორ მე მივხედავთ. მე ხომ თქვენი შვილი ვარ, დედა. თქვენი სირთულეები ხომ მეც მეხება, რატომ არაფერს არ მიყვებით? რატომ, დედა? შენი საზრუნავიც გეყოფა შვილო. რა ხდება? რაზე ლაპარაკობთ? არაფერზე, მამა, უბრალოდ ლაპარაკობდით. რაიმე პრობლემები ხომ არ გაქვთ, მამა? არა, შვილო. შენ რაღაცის თქმა გინდოდა არა? რამე მოხდა? არა, მამა. ყველაფერი კარგადაა. კარგი, შვილო. წავიდეთ მელიხა. მანქანაში ჩაჯექი. შენ რა მithვალთვალებდი? მეგობარო. ენგინ. ეზელ. როგორ ხარ? გადაიფიქრე და ჩემი დაბატიმრება გადაწყვიტე? ნუ თუ შენც მოგისყიდეს. არა. ესე იგი როგორც მეგობარი სალაპარაკოდ მოხვედი? უბრალოდ მთხოვეს. თხოვეს? არ გინდა კომისარ. ისეთი არაფერია. უბრალოდ შეხვედრა უნდათ. იქნებ დაელაპარაკო. მათ უბრალოდ ამ კონფლიქტის დამთავრება უნდათ. მეტი არაფერი. მე ასე მითხრეს. არ დაფიქრებულ ხარ ასე რატომ გითხრეს? არა. და არც მინდა ვიცოდე, უბრალოდ მთხოვეს რომ შენთვის ეს გადმომეცა. ასე იმიტომ მოიქცნენ რომ პატიოსანი ადამიანი ხარ და მე არ ჩამიშვება რა. მეც გამიგე ეზელ. უბრალოდ ბრძანებები უნდა შევასრულო, რომლებსაც ისინი მაძლევენ. და კიდევ მართალი ხარ, არასოდეს არ ჩაგიშვებ. უბრალოდ მათი კეთილი განზრახვების მჯერა. კეთილი განზრახვების? ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც სწორედ მაგისთანა კეთილ განზრახვებზე გადის. ცუდია რომ ჩემთან შენ გამოგზავნეს. შენ ხომ ერთადერთი პატიოსანი ადამიანი იყავი. ჯობდა ასე არ მოგზაურებდნენ. მე ოჯახი მყავს ეზელ. რა თქმა უნდა. შენს გყავს ოჯახი. Azad. 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 ნუ გეშინია შვილო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა. ნუ გეშინია. ნუ გეშინია შვილო. ძვირფასო. მან რას აკეთებ? მოდი ჩემთან.
რას ამბობდი? ბავშვს ვუმღეროდი. ინტერნეტში როგორც კი ამ სიმღერას ვიმღერებდი, ყველაფერი მავიწყდებოდა ხოლმე. მაინც რას ივიწყებდი? შიშს. დედა ჩემგვერდით არ იყო. მამას მაშინ არც კი ვიცნობდი. არავინ მყავდა. სულ მარტო ვიყავი. ნუ გეშინია შვილო. დედა შენთანაა. Anne yanında korkma. კი, მაგრამ მე ვინ ვარ? Bak, ხედა, baba da მამაც burada, ჩვენთანაა. annen var, მამაც და დედაც. babam var. ორივე შენთან არიან. Yalnız მარტო değilsin არ ხარ ama. შვილო. Korkma bak yalnız. ნუ გეშინია. Öyle kimsem kalmadı. ალი სულ მარტო დავრჩი. Bir ben აღარავინ მყავს. bir başıma მარტო სული ვარ. ne yapacağım? ახლა რა ვქნა? სულ მარტო დავრჩი. მე აქ ვარ. შენს გვერდით. აქ ვარ. Çıkma buradan. არსად წახვიდე. კარგი, არსად არ წავა. არსად არ წავა. არ წახვიდე. მოდი ერთად დავიმალოთ. კარგი? კარგი ძვირფასო. Ben bir şey yaptım. ალბათ რაღაც ჩავიდინე. Çok kötü bir რაღაც şey ძალიან ცუდი. yaptım. Ondan oluyor bunlar. ეს ამიტომაც Eğer დამემართა. olursa çıkmayalım buradan. ნეტავ კიდევ რა უნდა მოხდეს? ცუდი არაფერი არ გაიკეთებია. O zaman მაშინ დედა ჩემი რატომ წაიყვანა ღმერთმა? arkasında. მერე მამაც წამართვა. Ben bir şey ალბათ რაღაც ცუდი ჩავიდინე და ასე ამიტომ მეკცევა. Benim yüzümden. ალბათ ყველაფერი ჩემი ბრალია. Benim yüzümden. ჩემ გამო შენც რამე არ დაგემართოს. არა. მშობლები არც მე მყავს. ახლა ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, კარგი? ერთმანეთს ჩვენ შევუცვლით მშობლებს. კარგი? მე არსად წავალ. Gitme. არ წახვიდე. Sen არასოდეს მიმატოვა. არ მიგატოვებ. თუნდაც მომკლან მაინც არ მიგატოვებ. თუნდაც მომკლან. არასოდეს არ მიგატოვებ. არსად არ წავალ. ნუ გეშინია. korkuyor. ვის ეშინია? Yok oğlum. არა შვილო, დედას აღარ ეშინია. Yok oğlum benim korkmuyor anne. აღარ ეშინია. აქ ვარ ძვირფასო. ნუ გეშინია. ზელ, Konuşmak istiyorlar mı? ჩვენთან დალაპარაკება უნდათ. ვის? კენანს? ხო, კარგი, მოვდივარ. მე დაველაპარაკები. Ben konuşacağım onunla. Bir dakika. მოიცადე მე, Ne oluyor hala? რა მოხდა ძმაუალე? Olmaz. არ შემიძლია. Olamam ben. ახლა ჩემი სიკვდილი არ შეიძლება. აზარ ვჭირდები. არა უშავს, მაინც მოვიმზადები. ავტომატს ავიღებ და მოვალ.
გამარჯობა კომისარო. გამარჯობა ალი. დაჯექი გთხოვ. როცა ბატონმა კენანმა დამირეკა, მაშინვე დავთანხმდი და მოვედი. ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან? მათი დაცვა ჩემი მოვალეობაა. ჩვენ კი თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ. თქვენი შეწუხება საჭირო არ იყო კომისარო. არა უშავს, ქალაქში ისედაც ბევრი დანაშაული და უსამართლობა ხდება. თქვენ თუ 100 კაცი გყავთ, ჩვენ 30,000 გყავს. გმადლობთ კომისარო. ასეც უნდა იყოს. გმადლობთ რომ მოხვედით. ჩემი ამოცანა ორი მხარე ერთმანეთს შევარიგო. ეზელ ვიზიარებ. ალი ის შენი სიმამრი იყო. შენს თან აგიგრძნობ. ჩემი გულის ტკივილი აზადსაც გადაეცი. აქ იმიტომ მოვედით, რომ ამომს ბოლო მოუღოთ ბატონო ალი. კონფლიქტი ამოწურულია ეზელ. თქვენ ჩვენი მტრები არასოდეს არ ყოფილხართ. შვიდად დაილაპარაკეთ. თქვენ დამარცხდით. გაგიმართლა რომ დამარცხდი ალი. კარგად დაფიქრდი და მიხვდები. დაფიქრდი. რამიზის ადგილს შენ დაიკავებ. ბატონო გაია, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? გაუგებრობას ხომ არ ექნება ადგილი? არა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აზადი გადარჩა. ხელს არავინ ახლებს. რა საჭიროა? აზადის საკითხი გადაწყვეტილია ბატონო ალი. ეზელ, ყველაფერი დამთავრდა. შენი სამუშაოს დამთავრდა. ოჯახს დაუბრუნდი. გოგონას რა ქვია? ბადე? ლამაზი გოგონა, რამოდენიმე დღის წინ ვნახე. საკმარისია. საკმარისია მეთქი. თქვენ დამარცხდით. მე თქვენ გადაგარჩინეთ. დროა დაიჩოქო. რამიზის გარეშე თქვენი გუნდი არაფერს წარმოადგენს. და საცავი კიდევ ვინ გყავს მაუვალი? სოლი თუ შვილი? შენ ეზელ? შობლები თუ საყვარელი ქალი? დათანხმდით და წადით. ერთი სიტყვა საჭირო ალი. მხოლოდ ერთი სიტყვა. აზადის გადაცება მე მოვაწყე. თქვენი ძია კი მისი მოკლაც მე უბრძანე. მე თავი დაანებე ძმაუვალი. მოკლედ. თუ ისე წახვალთ, რომ არ დაგვრთანხმდებით, მაშინ დარჩენილ სიცოცხლეს შიში გაატარებთ. დაძინებისაც შეგეშინდებათ და გაღვიძებისაც. ტუალეტშიც მაგიდასთანაც ყოველ წუთს შიში გაატარებთ, გასაგებია? ყოველ წუთს. წავიდეთ, კაია. როგორც ჩანს, ჩვენი აზრი მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. დღეს კი შენს პატივსაცემად დირექტორთა საბჭოს სხდომაა. მოიცადე. ეშმაკსაც წაუღია. რატომ უნდა მოვიცადო? ისედაც ძალიან გამაბრაზეთ. ალის გონია რომ გამიმკლავდება. გორილა. ერთი ამ ნაგავშეხედე. გაჩუმდი ალი. გინდა რომ ჩვენი შემოთავაზება ძალაში დარჩეს. ერთი პირობით, ალი უყურე და ისწავლე. რა პირობებია? მითხარი რომ დამარცხდი ეზელ.
თქვი რომ დამარცხდი. ეს ბატონი ჯენგიზი. მითხარი, მე დავმარცხდი. მითხარი ჯენგიზ, შენ გაიმარჯვე. რა იყო, ნუ თუ ეს ასე ძნელია ეზელ. სამაგიეროდ შემდეგ მშვიდი ცხოვრება გეღირსება, მაგრამ მანამდე გამოტყდი რომ დაგამარცხე. ჯენგიზმა დამამარცხა. თქვი ჯენგიზმა ძია მოკლა. ჯენგიზმა ძია მოკლა. თქვი ჯენგიზმა ომერს ისევ აჯობა. ჯენგიზმა ომერს ისევ აჯობა. კარგი, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. Pardon. მაფათიეთ. Ben de rica etsem. შეიძლება ალის მეც მოვთხოვო რაღაც. Böyle bir itiraf. კარგი, არ გინდა ძმაო. დღეს არ გინდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ალი მომისმინე. გააჩუმდით ბატონო კომისარო. ალი, ჩვენთან საქმე ჯერ არ დამიმთავრებია. Bizim işimiz çoktan bitti. ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა. ჯანდაბამდე გზაც გქონიათ. Ne biçim adamsın? რა ადამიანი ხარ? Sen ne biçim adamsın? რა ადამიანი ხარ? სად არის შენი თავმოყვარეობა? საერთოდ ვინ ხარ? ის ხომ შენი ძია იყო და არა ჩემი. შენი უახლოესი ადამიანი. Senin canındır. შენი. არ გინდა ძმაოვალი. Bitti. ყველაფერი დამთავრდა. რას აკეთებ? Ne oluyor? რა გემართება? Kırdılar mı? ძალა წამართვეს ალი, სულ ესაა. Dayımı ძია მოკლეს, აი რა მოხდა. O ჩემი დრო წავიდა. bitti. აღარ შემიძლია. Tüken. აი რა მოხდა. O alıyor. მე უკვე აღარ ვარსებობ, ალი. Ben artık yok. აღარ ვარსებობ. Nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? Bizi de mi შენ რა bırakıyorsun, გტოვებ? ha? Alo? ძმაოვალი, Çıktığımdan რაც ციხიდან გამავედი, სიკვდილის მეტი არაფერი მომხდარა. Ne არაფერი. getirdim ha? Ne yaptın? კარგი, რა გაგიკეთეთ? İntikam mı aldın? მაინც რა, შური ვიძიე? ბაჰარი დავიცავე? თუ მერტი? Dayımı თუ mı? ძია? Anladın გაიგე mı ალი, abi? უბედურების მეტი არაფერი მომიტანია. Kimse- სიკეთე არავისთვის არ გამეკეთებია. Ömer. ომერ. Uzak dur. ახლოს არ გამეკარო. Uzak dur. აღარ გამეკარო ალი. Herkes benden. ყველამ შორს დაიჭირეთ ჩემგან თავი. Ne diyor? ისე მოიქეცი როგორც შემოგთავაზეს. შვიდად იცხოვრე. დამივიწყე მეგობარო. მეც დამივიწყე და ძიაც. Biz ikimiz içeride. ჩვენ ორივე ციხიდან არასდროს არ გამოვსულ ვართ. ომერი იქ მოკვდა. ძიაც იქ გარდაიცვალა. თავი დამანებეთ. Sen de შენ სტეფიკ unutma. დამივიწყე. Ezel kabul etti. ეზელი დაგხვდა. ჩვენის დავამარცხეთ. ისევ გავტეხეთ. კარგი. Herkesten ayrı. ეზელმა ისინი მიატოვა. Ondan sonra bir zarar. ჩვენთვის საშიში აღარ არის. დარწმუნებული ხარ? Yani რა თქმა უნდა. მე კი არა. უნდა დავწმუნდა ჯენგიზ. თუ ეზელი მარტოა და თანაც უძლური, ხომ გესმის, ჩემი? კენან, kazandı. ჩვენ გავიმარჯვეთ. ყველაფერი დამთავრდა. Ne gerek ეს var? რაღაც საჭიროა. კარგად გაიგე ჯენგიზ. Anlıyorum. გავიგე.
გაიგონე რა თქვა ეზელმა. გაიგონე რა აიძულეს რომ ეთქვა. Abi. მეგობარო, არ არის საჭირო. ის წავიდა. Gördün mü Ezel? ეზელი არ გინახავს. მეგობარო, გავფრთხილებ კიდევ ერთხელ მეტყვი მეგობარო და იცოდე მარწუხს ავიღებ ეფო. გაიგონე რა გითხრეს იმ ნაზირლებმა. კიდევ ერთხელ გეკითხები ეზელი არ გინახავს მეგობარო. შენ თუ ნახე ეზელი. მაგას მე გეკითხები იდიოტო. მე ეზელზე გელაპარაკები ეზელზე მიპასუხე ეზელი ნახე. Gördün mü? ნახე ეზელი. ეზელი ასე დღეში არასოდეს მინახავს. Tamam anladım. გასაგებია, ახლა გავიგე. Dayı gitti Ali abi. ზია აღარ არის ალი. Ramiz dayı. ზია რამიზი აღარ არის. Şimdi Ezel. ახლა ეზელიც. Ne oluyor Ali ეს abi? რა არის ალი? Gördün mü Ezel'i? მისი სახე დაინახე. Gördüm. დავინახე. Görmez mi? ჯობდა არ მინახა. Gördün mü? მაგრამ ნახეთებ. Ben daha önce ერთხელ უკვე ნანახი მყავს ასეთ მდგომარეობაში. içerideyken მე ის ციხეში ვნახე ასეთ მდგომარეობაში. Hay Allah ya. მე ერთოდებ. Dağıttılar abi bizi. იმას ჩვენ გაგვანადგურეს ალი. Dağıttılar. ნუ, გაგვანადგურეს. Ya niye öldürmediler? ნუ, მაგრამ რატომ არ დაგხოცეს? Niye bitirmediler? ჩვენ რატომ არ დაგხოცეს? Bitirmedi. არ დაგხოცეს. Abi. მეგობარო, Ezel. ეზელი, Ezel'i ayırdı. ჩვენ ერთმანეთს დაგვაცილეს. Ezel'i bizden იმათ ეზელთან დაგვაცილეს ტეფო. Ama Cengiz მაგრამ ჯენგიზი ეს მხოლოდ სისასტიკის გამო არ გაუკეთებია, სპეციალურად მოიქცა ასე. bile bile lan işte. უნდა რომ ეზელს ბოლო მოუღოს. Zayıf anı მის სურს წერტილებს ეძებდნენ, რათა საბოლოო დარტყმა მიეყენებინათ. yapsınlar diye. Bul Tefo. მოძებნე ტეფო, მოძებნე ჩქარა, ჩქარა ეზელი იპოვე. ჩქარა. გამარჯობა. ტელეფონში ისეთი ხმა გქონდა. გადავწყვიტე მაშინვე აქ გამოგცეულიყო. მხოლოდ ეს მოვასწარე. ეს ყველაფერი საიდან? ეს კარგად მეხერხება. შენ არ იცი როგორ კერძებს ვამსადებ. ახლავე? შეხედე? ჯერ სათხარ. ბადე. Abi neredesin? სათხარ ძმაო, რა მოხდა? შენთან მოვდივარ, მითხარი სათხარ. Ne dedim? დაგავიწყდა რა გითხარი? მე ხომ ორივეს გითხარით. ხომ გიბრძანეთ ჩემგან თავის შორს დაიჭერეთ მეთქე. ახლოს არ გაგეკარები და არც დაგელაპარაკები. შენ საქმეებში არ ჩავერევი, გეფიცები შორიდან გნახავ. დეფო, Tamam ya. კარგი მოდი. Şeydeyim. Niye yapıyorsun bunları? ამას რატომ აკეთებ? იმიტომ რომ შემიძლია. Yapamam. ვერ შეძლებ. Zor değil. ვცდილობ რომ ასე ამოვნო. Ama ყოველღამით საერთო საცხოვრებელში ბრუნდები თუ არა, her gece ტირილს ağlaya იწებ. ağlaya uyuyorsun. Benim yüzümden. ღამღამობით ჩემ გამოდირი. Bu böyle olmayacak. თავს არ წმუნებ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. Sonra beni görüyorsun. საკუთარ თავს ეფიცები, რომ მემატოვებ. Çünkü cesaret. მაგრამ როგორც კი დამინახავ მაშინვე ყველაფერი გავიწყდება. Senle ben ამისთვის ძალა არ ყოფნის. ჩვენ ხომ bir ara oldu aramızda. ჩვენ შორის რაღაც იყო. Çok güzel. bir თავს şey. კარგად ვგრძნობდით.
ძალა არ ყოფნის, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო. შენი სიტყვები გულს მტკენს. ყველაფერი არასასიამოვნოა, ბადე. ჩემ გვერდით ყოფნა არ გსიამოვნებს. შენ ისიც კი არ იცი რა მოხდა. კარგი. ერთმანეთს უნდა გავუგოთ და ეს მძიმე ტვირთი როგორ მე მოვიცილოთ. მინდა გითხრა, დესერტიც მოვამზადე. გაჩვენა? ჯერ ფიქრობდი ხომ არ დამეწვა მეთქი. მიდი. ჩანგალი აიღე. ბადე, შენთან დალაპარაკებას ვცდილობ. უბრალოდ გასინჯე. მოგეწონება. ისე რომ ბოლომდე შეჭამ. მაგაში დარწმუნებულა. მაშინ რატომ არ ჭამ? ვიცი, ძალიან გემრიელია. ისეთი გემრიელია, მაგრამ მე არ დამიმსახურებია. შენთან მოგარება არ შემიძლია. უკვე აღარ შემიძლია, რომ მოგეკარო, ბადე. მხოლოდ ტკივილს გაყენებ. მაგრამ ახლა ტკივილს შენს გრძნობ. მე ეს დავიმსახურებ. არა. მე დაგპირდი. დაგპირდი, რომ არ წავიდოდი. შეგიძლია პირობა დაივიწყო. მე ეს დავიმსახურებ. ძალიან მოგენატრები. ამას ვერ შეეგუები. უშენობა ძალიან გამიჭირდება. მაგრამ გავუძლებ. პირდები. მეც გავუძლებ. მართლა. უბრალოდ არ მეგონა თუ ასეთი ძლიერი ვიყავი. მე დაგელოდები. ეს შემიძლია, დამიჯერე. შენთან დაშორება არ მინდა. არც შენ გინდა. მითხარი, რომ არ შენ გინდა. ხომ ასეა? მინდა. ნუ მეტყუებ. ორივესთვის ასე ჯობია, ბადე. პირველ რიგში შენთვის. გისმენ ტეფო. Geldim abi, geldim. აქ ვარ, მოვედი. Abi ne oldu? რა მოხდა? არაფერი, უბრალოდ ჩემს მანქანას დაარტყეს. Orada kal. არცად არ წახვიდე, ახლა ვიმოვა. უკვე აქ ვარ. რას გააკეთებ, ტეფო? მათ მართვის მოწმობას ჩამოვართმევ? ეს რა გააკეთეთ? ძმაო, მაპატიეთ, ვერ შევამჩნიე. ასეთი დიდი მანქანა ვერ შეამჩნიე? მაპატიეთ, უბრალოდ რადიოს ვუსმენდი და ჩამეძინა. თქვენ კი მანქანა შუა ქუჩაში გააჭერეთ. მე ჩემს ბოსთან მივდიოდი. კარგი, არაფერია. ეს რა გავაკეთე? ნეტავ ამის შეკეთება რა დამიჯდება? რისი? აი შეხედეთ. არა, არაფერი ეთყობა. ყველაფერი წესრიგშია. Abi geldim, bir şey yap. მოვედი, არაფერი არ გააკეთო, არაფერი არ გააკეთო, გესმის? თუ გინდათ ჩემი მონაცემები ჩაიწერეთ. მონაცემები? კარგი? მეგობარო. ეზელ. მეგობარო. მეგობარო.
გისმენთ ეფო. ეზელ. ძმაო. რა მოხდა? გასროლის ხმა გავიგონე. უკვე მოვედი. ბარში ვარ, სათხარ. ვერ ხედავ. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, ეფო. დამელოდე, მალე მოვა. მეგობარო. ეზელისაც წავიდა. ბატონი ეზელი დღეს საერთოდ არ მოსულა. მე ერთო. ეფო, ის არ მოვა გვატყუებს. რა მოხდა? ვინ? რა იყო? ვიზე ლაპარაკობ? ეზელი აქ არ არის. ბარში ვარ, მითხრა დამელოდეო. მისი სიტყვები კარგად გავიგონე. რა გაიგონე? რა მოხდა? რა უნდა გაიგონა? მოიცადე ზურგოსო. ეფო, რა მოხდა? სროლის ხმა გავიგონე. ეზელს ტელეფონით ველაპარაკებოდი და სროლის ხმა გავიგონე. კარგი. ახლა სათხარ მოვდივარ. კმარა. 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 არა. არ წახვიდე გთხოვ. არაფერი არ მოხდება ასად. უბრალოდ ეზელს უნდა დავეხმაროთ. სხვები დაეხმაროთ. ვინმე გაგზავნე, არ წახვიდე, ძალიან გთხოვ. ზვირფასო ის ხომ ეზელია. მიდი გამატარე. გამიშვი. გთხოვ. არა, არ გაგიშვებ. არ გაგიშვებ. არ გაგიშვებ. გთხოვ, შენ მაინც ნუ წახვალ. არ წახვიდე. დღეს იმათ შევხვდი. ვის იმათ? კენანის წარმომადგენლებს. მამა ჩემის მკვლელებს ელაპარაკე. რა უთხარი? უბრალოდ გთხოვ. უნდათ რომ ყველაფერი დასრულდეს. უნდათ რომ ეს ომი დამთავრდეს. შენ რა უთხარი? არაფერი. ეზელი დათანხმდა. შენც ეს გინდა? მე? რა? შენ როგორ ფიქრობ, ალი? დედა აღარ მყავს. მამაც მომიკვდა. გონია შურისძიება მინდა? შენ ასე ფიქრობ? აღარავინ მყავს. ნუ თუ არ გესმის. მითხარი რა არის ეს? მუცლით ბავშვს ვატარებ. შენ შვილს. რა თქმა უნდა, მეც გყავარ. ნუ თუ ვერ ხედავ. ვერ ხედავ როგორ მეშინია. ვერ ხედავ? რა თქმა უნდა, მეც მინდა რომ ყველაფერი დამთავრდეს. ნუ წახვალ. გთხოვ. ნუ წახვალ, ძალიან გთხოვ. ალი, ძალიან გთხოვ. აპატია. აქ დარჩენა არ შემიძლია. აპატია გთხოვ. მაგრამ დავბრუნდები. გვირდები აუცილებლად დავბრუნდები. გვირდები. დავბრუნდები. ხომ დამპირდი არსად წავალო. დავბრუნდები. დავბრუნდები. აუცილებლად დავბრუნდები. შენ დამპირდი არ წავალო. აუცილებლად დავბრუნდები და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. ვერავინ. თემუზის ანტიკვარების მაღაზია. გამარჯობა. ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა. რამდენად ჭკვიანი? აი ამდენად. დახმარება ხომ არ გჭირდება? არა. ჩვენ მივხედავთ. ჯერ აბანოში უნდა წავიდეთ. ამ საქმეს მერე გავაგრძელებთ. მერე რატო? შემდეგ მის ოჯახს ვესტუმრებით. დედამისის მიმართ ჩვენს პატივისცემას გამოვხატავთ. შეიძლება? რა თქმა უნდა. იქ მივა? მივა.
Sizin hiç babanız... მამა თქვენი ცოცხალია? Benim bir kere მამა ჩემი მოკდა და მეც დაუბრმავდი. yıkadılar. ის განწმინდეს და წაიყვანეს. Babam... მამა ჩემის სიკვდილს არ ველოდი და ამიტომ დაუბრმავდი. მომკალე. მომკალე. მაინც არაფერს ვიტყვი. ახლავე მომკალე. აქედან გაათრიე. ბიჭი აქ დარჩება. ბატონო რამის, ამ ბიჭს ლაზარეთში გადავიყვანთ. მე თვითონ ვომკურნალებ. შეხედე შვილო. განკითხვის დღე დადგა. რა რიცხვია დღეს? 2001 წლის 11 სექტემბერიძია. 2001 წლის 11 სექტემბერი. ეს დღე კარგად დაიმახსოვრე შვილო. ამ დღიდან სოფლიოს სამუდამოდ შეიცვლება. შენც შეიცვლები. ერთხელ მაინც ყოფილხართ თურქულაბანოში. მე ვიყავ. ერთ-ერთი ნატურა ჩაქრა. ცალი თვალი დამეხუჭა. მე დავბრმავდი. ცისფერიცა ზემოდან მიყურებდა. მე კი დავბრმავდი. თურქულაბანოში. თასები სარკესავით ბრწყინავდა. და ამ თასებში ჩემი სახის ნახევარი ირეკლებოდა. ის ანარეკლი ბოროტი იყო. საკუთარი თავისგან ასეთ სისასტიკეს არ ველოდი. მე დავბრმავდი. ჩემ გარდა ნეტავის შეეძლო შენი დაპყრობა ჩემო ქალაქო. მამა თქვენი ცოცხალია? მამა ჩემი მოკვდა და მე დავბრმავდი.
რა მოხდა? ალბათ რამე კარგი. შენ ყოველთვის გამარჯვებულები გიყვარდა. ასე არ არის, ეიშან? ყოველთვის ძლიერები გიყვარდა. მოდი გამარჯვებულების სადღეგრძელო დავლიოთ. ჯენგიზ ათაის გაუმარჯოს. რა მოიგე? ოჯახი. ყველაფერი დამთავრდა, ეიშან. ესელი, ალი, შურიზიება, ომი. ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ თავისუფლები ვართ. შენთვის ჩვენი თავისუფლება მოვიგე. მე შენ მაქმარმა გავიმარჯვე. რამიზი მოკვდა, ასე არ არის? ეზელი არ გაჩერდება, რა თავისუფლებაზე მელაპარაკები. დღეს, როცა ჩემს წინ მუხლმოდრეკილი იდგა, სულ სხვა რაღაცეები მითხრა. ეზელმა? ყველასთან დასწრებით მითხრა. შენ გაიმარჯვე, ჯენგიზ. თვითონ მითხრა. ომერი კიდევ ერთხელ დაამარცხეო. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჯენგიზ საკმარისია. შემომხედე. ეზელს ბოლო მოვუღე. მე გავიმარჯვე. კენანი ჰოლდინგის დირექტორად დამასახელებს. არც კენანის გახსენება დაგჭირდება და არც ეზელის. როგორც იქნა მარტონი დავრჩით. შენ, მე და ჯანი ეიშან. ხოლო ჩვენ. ჯენგიზ. ჩემი წასვლის დროა. კენანი კაიას პატივსაცემად წვეულებას მართავს. რა წვეულება? ხომ გითხარი ყველაფერი დამთავრდა მეთქი. წასვლა აღარ მოგიწევს. მაგრამ მე მინდა წასვლა. კენანთან ერთად წასვლა მინდა. მე ხომ გავიმარჯვე. შენთვის სულ ერთია. შენ კენანთან მაინც ახვალ? ასეა, ეიშან? კენანთან სერიოზულადაა საქმე? ამას ჩვენ გამოარაკეთებ? ჯენგიზ. შენ რა მომატყუე? ხომ შენ პირდი კენანის გამო არ მიგატოვებო? მე უბნებოდი ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სამსახურიდან არ დაგვითხოვოსო. შენ რა მომატყუე, ეიშან? ეიშან. გეყოფა, ჯენგიზ. ასე რატომ მიქცევი, ეიშან? რატომ არ გიყვარ ვარ? მე ხომ გავიმარჯვე. ეს შენ გამო გავაკეთე. მითხარი, რატომ არ გიყვარ ვარ, ეიშან? შეიძლება მეც დავიხიო უკან. თუ ეს არ გაშინებს. არ გეშინია, რომ შეიძლება მეც უკან დავიხიო. ჩემი დაკარგვის არ გეშინია, ეიშან? ჯენგიზ, ჩემ მიტოვებას ვერ შეძლებ. სხვისი სახლიდან რამდენჯერ უნდა წამოგიყვანო, ეიშან? მითხარი, ჩვენი სახლიდან ერთად როდის გავალთ ხოლმე? კენან. კარგი, გავჩუმდები. წავალ ჯენგიზ და ველაპარაკები სახლშია? ახლა არ ღირს. რატომ? რა მოხდა? ილაპარაკეთ? ჩვენზე იცი. კარგი. ასე უკეთესია. ეზელისგან რა ისმის? უკვე გაუსწორდით?
ამ პრობლემას ახლავე მივხედავ. მაშინვე შემატყობინე. ხომ იცი, სადაც ვიქნები? რა თქმა უნდა. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დამაინტერესე, ჯენგის. ეს კარგია. იცოდი, ამას ბევრი ადამიანი ინატრებდა. რა არის ახალი? ველოდები. რას? სანამ ავად გახდება და მოკვდება? დამშვიდი ჯენგის. დიდი ხანია ამ საქმეს ერთად ისე ვაკეთებთ, რომ ტელეფონით ღიად არაფერს არ ვლაპარაკობთ ხოლმე. კურიერი ვარ, თქვენთვის ამანათია. ინფორმაციას მალე მივიღებ ჯენგის. დაგირეკავ. კენანმა საჩუქარი გამომიგზავნა. ახლავე უნდა ვნახო. ეს რა არის? ამ ყუთს არაფერი არ აწერია. არ ვიცი. დედალ მარმარილოს თასი ხომ არ არის? რომ ხელა. ალბათ რომელიმე დარბაზის მარმარილოს დაფაა. ეზელი. თემუს რა მოხდა? მე მხოლოდ ერთი რაღაც მინდა. ეზელ? მხოლოდ ერთი. რა? ჩემ შვილზე უნდა იზრუნო. ომერზე ყველაფერი უნდა მოუყვე. არ უნდა გაიგოს, რომ მამამისი ვარ. ომერზე უნდა იცოდეს ყველაფერი. მამამისზე. ომერზე მოუყევი ჯენგის. კარგი. ეზელ, სად ხარ? მოვდივარ ძმაუალი. მითხარი სად ხარ? რამე სისულელი არ ჩაიდინო. მათ ზია მოკლე ზალი. ვიცი მეგობარო, ვიცი. მათ ყველაფერი წამართვეს. ამ ქვეყნად აღარავინ დამრჩა. ჩვენ დავრჩით. შენ მეკავარ. შენ ხარ. ეიშანი და ჯენგიზი. რა უცნაურია ძმაუალი. მხოლოდ ეს გადამრჩა. ეზელ, ეზელი აღარ არის. ზია მოკვდა და ეზელიც აღარ არსებობს. მითხარი სად ხარ? მითხარი, ძალიან მთხო. ალი, ჩემს შვილს, ჩემზე ყველაფერს მოუყვები? რა თქმა უნდა, ვუამბობ. ეზელზე არაფერი არ უთხრა. ომერზე მოუყევი ხოლმე. უთხარი, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარი იყო. უთხარი, რომ ძარცვაში ჩაითრიეს და ხანძრის დროს დაიღუპა. ეზელ. სასიკვდილოდ მიდის. სიკვდილს ეძებს. არა, მარტო თვითონ არ მოკვდება. კარგად ვიცით, ვისი წაყვანაც უნდა თან. მიდი, დაუჩქარე, მიდი. მიდი. კაია სიტყვა უკვე მოამზადე? მოვამზადე, ბატონო კენან. ვიტყვი, რომ პირადი ხასიათის პრობლემები მქონდა. რომ რაღაც უსიამოვნებები შემემთქვა. მაგრამ ბატონი კენანის დახმარებით ახლა ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე ეს ადრე იყო მეთქი. აბა, როგორია?
კარგია. ბატონ ქენანის პატივსაცემად სიტყვები არ დაიშურო. რა თქმა უნდა, მადლობას აუცილებლად გადავუხდი. ქენანი ამბიციური და სასტიკი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველას ეშინია მისი. უთხარი რომ კონკურენტების მიმართ ის მართლაც სასტიკი და ულმობელია. ამიტომ მისი ხასიათის მეორე მხარეზე არაფერი იციან. რომ ქენანს მეგობრებიც ყავს და ახლობლებიც. და მათ ქენანი რაც არ უნდა გაამწარონ, ის მაინც ისეთი კეთილი და გულისხმიერია, რომ ადამიანს მეორე შანსს ყოველთვის აძლევს. მადლობ. ბატონო ჯენგიზ, კაია, ეზელი გადარჩა. როგორ? არ ვიცი როგორ, მაგრამ გადარჩა, კაია. გასაგებია. ეს უდია. გონი თქვენთან მოდის. ჩვენთან? მეც მალე მოვალ, დაცვა უკვე გავაფრთხილე. კარგი. ეზელი ქენანს თავს დაესხმება, ფრთხილად იყავით. ავტომობილი ამ ნომრით იადიანურის გზატკეცილზე შევამჩნიეთ. იმეორებთ, ავტომობილი ამ ნომრით შევამჩნიეთ. როგორც იქნა გაება. გაება. ჩქარა. არა, ამაზე სწრაფად არ გამოვა. გამოგივა, მე ხომ ხედავ, მიდი სიჩქარეს მოუმატე, მიდი. იქ არის. ერთ ადგილზე გაჩერდი ეზელ. დაიცადე ეზელ, დაიცადე. ეზელ, შენ. ეზელ არ გინდა, მოკლავენ, არ გინდა მეთქი, გაჩერდი, არ გინდა. მერტო, არ გინდა. შენ. არ გინდა მეგობარო. აქ ვარ მეგობარო. ის აქ არის მავალი. აქ არის. მან გადაწყვიტა. ვიცი მეგობარო, ვიცი. ვეცემი ალი. ნუ გეშინია, მე დაგიჯერ. ალბათ გავგიჟდები. გვერდით აღარავინ ყავს. მე დაგიჯერ. ნუ გეშინია. ვეცემი მეგობარო. ჯერ არაფერი დამთავრებულა. ყველაფერი წინაა. ბატონო ქენან. ბატონო ეზევ. მომკალი ქენან. მომკალი ქენან. მომკალი ცოცხალს ნუ დამტოვებ. მომკალი ქენან. მომკალი. ეზევ ერთხელ გითხარი. ერთმანეთს ძალიან გავართ მეთქი. გავუშვით. მომკალი ქენან. მორჩა, შენ გაიმარჯვე. შეხედე, გაიმარჯვე. რატომ გაუშვით, ეზელი ბატონო ქენან?
სიკვდილი ჯობდა მისთვის. რატომ ჯობდა? შენ როგორ ფიქრობ? შიშის ქვეშ ცხოვრება ძნელია ხომ ასე აკენან? როცა შენ და შენ სახლობლებს რამე გემუქრებათ, ყოველ წუთს შიშში ყოფნა აუტანელი ხდება. დასჯის ეს მეთოდი უფრო ძლიერია. მე ეს დავიმსახურე ეიშან. ნიშნულობა არ აქვს, საქმეს მევხედოთ. სიტყვა მზად გაქვს? რა თქმა უნდა. არ გინდათ? რისი გემოაქვს? ნესვის. არა, არ მინდა. წავიდეთ. ჯენგიზ. წავედით. ველის გახევი. ჯენგიზ. მოდი. ომერ შენთვის უკანასკნელი სიტყვა აქვს სათქმელი. დაივიწყე ეიშან. ეზელი აღარ არსებობს. ეს ვიცი. ყველაფერი გასაგებია. კენონს ჩვენ აღარ ვჭირდებით. წავიდეთ ეზელ, წავიდეთ. მე გეუბნებოდი. მას აღარ ვჭირდებით. მაგრამ მე მჭირდება ის. მე. მოვადეთ. საბჭოს პატივცემულო წევრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მოვადეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა ბატონ კენანს მადლობა გადავუხადო. ბატონი კენანი? როგორც თქვენთვის ცნობილია, ის ამბიციური და სასტიკი ადამიანია. ამიტომაც კონკურენტებს მისი ეშინიათ. არა მხოლოდ კონკურენტებს, ჩვენს გვეშინია მისი. ეს ჩემთვის ცნობილია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ბატონი კენანი, როგორი ერთგული მეგობარია. კენანი მხოლოდ ერთ რამეში იყო მართალი ჯენგიზ. მისი შურის ძიება დასრულდა. დაცვა. დღეიდან თქვენ ბევრი რამ გაქვთ დასაკარგი. დადგა დრო. ახლა თქვენ ჩახედეთ შიშს თვალებში და არა ჩვენ. კაია? ბატონი კენანის მეგობრებს ძალიან გაუმართლეთ. ბატონმა კენანმა კაია, რა დაგემართათ? იმ ადამიანებს, რომლებსაც ბატონი კენანი პატივს სცემს, ძალიან გაუმართლეთ. ეზელი. ეზელი. არ გაინტერესებს ახლა ზევით რა ხდება? მაინც რა?
ჯენგიზ, დღეიდან შიშში ცხოვრება თქვენ მოგიწევთ. დაცვა. აბა რა გაიფიქრე ჯენგიზ? რა დაინახე? იფიქრე რომ ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელი იყო? გეგონა ისე გავგიჟდებოდი რომ მტრებს პირდაპირ დავესხმებოდი თავს? რა ასე არ არის? ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ასეთი რა გააკეთე? ჩემგან დარტყმას ყველგან უნდა ელოდოთ. მანქანაში, სამსახურში, საწოლშიც, ყველგან ჩემი შეგეშინდებათ. ახლა შიშმა თქვენს სულებში დაისადგურა. ის რაც სულ ახლახანს დაინახე, სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელი არ ყოფილა. ეს ეზელი შურის ძიება იყო, რომელმაც ყველაფერი გათვალა და გააკეთა. იმ ადამიანის რისხვა, რომელმაც ერთდროულად ორი მკვლელი გამოასალმა სიცოცხლეს. იმ ადამიანის რისხვა, რომელსაც ვერც ერთი თქვენგანი ვერ გაექცევა ვერასოდეს. ყოველ წუთს უნდა ელოდოთ მისგან თავდასხმას. ეს იმ ადამიანის რისხვაა, რომელმაც კაია კენანის თვალწინ მის ოფისში მოკლა. ხო, თქვენ ძია მოკალით, მე კი სათითაოდ ამოხდით სულს. რა? ეზელს უკან არ გავყვებით? ეს ეზელი აღარ არის. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ეზელი აღარ არის. მამა თქვენი ცოცხალია? მამა ჩემი კი მოკვდა.